ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა დღეს შერატონ მეტეხი პალასში. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს. განხილვის მთავარი თემა უცხოეთში მცხოვრები ქართველების ფინანსური პოტენციალის გამოყენება. პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ საქართველოში მეწარმეობის განვითარება შეძლონ. უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა კი მთავრობის წევრებს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ფულის გადმორიცხვას და ახლობლების დახმარებას ეხება. ადამიანი, რომელსაც დედამ, ბებიამ, ბაბუამ გადმოურიცხა რაღაც თანხა, ის არ უნდა კარგავდეს სოციალურ დახმარებას აქა, იმის გამო, რომ ის იღებს საზღვარგარეთიდან თანხებს. ანუ პირველი ეს ინვესტიცია არის ოჯახებში ინვესტიცია და ამ ინვესტიციის საფუძველზე ხა დღეს ტენდენცია წავიდა, რომ უკვე საბანკო არხებით აღარ იწყავენ ეს ხალხი ფულს, იმიტომ რომ აქ ეფი უფიქსირდებათ, მე წლის ბოლოს გადასახადები მისდით. ჩვენს დიასპორას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფინანსური. ამიტომ საჭიროა რომ დადგეს დრო, როცა ჩვენი თანამემამულეები საკუთარ პოტენციალს მიმართავენ სწორედ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამ ფორუმის მიზანი სწორედ არის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მათ მიეცეთ საშუალება რომ დაამყარონ უშუალო კონტაქტები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს წარმომადგენლებთან. თავარია მოვახერხოთ ყველა გზა გავხსნათ მათი ჩართულობისთვის უფრო ახლო, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა და მე როგორც თავდაცვის მინისტრი ძალიან მიხარია, რომ ესეთი მიზიდულობა გაჩნდა სამშობლოს მიმართ დიასპორების მხრიდან. დიასპორის საკითხების სახელმწიფო აპარატი მომავალში შეეცდება შექმნას თანამედროვე ცივილურ სამყაროსთან თავსებადი მექანიზმები დიასპორის წრეში.